რა ხდება შოთა? ეგ შენ მითხარი მშვიდობაა თუ არა ბიძია დერვიში? რიზვან ლეტოს უნდა რომ ჰალილ იბრაჰიმმა და ჯევად ქაიათანმა ერთმანეთი მოკლან. მალე შეკრება იქნება იუსუფის საშუალებით მეტყვის ჯევათი ჰალილ იბრაჰიმის წინააღმდეგ როგორ განაწყოს. მე კი შუამავალი ვარ. გასაგებია. ამ საქმიდან თავი როგორ უნდა დაიძვრინო? ეს რა არის? დედას უნდოდა მოედანა, მაგრამ არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება მომხდარიყო და თვითონ მოვიდანე. კარგია აიშე, მაგრამ ამაოდ შეძუხდნენ. ტანსაცმელი ღარიბებს დაურიგეთ. კაბა დააბრუნეთ, ოქროკი ელებს დარჩეს. მაგრამ ასე არ შეიძლება. ეს ხომ შენია აიშე? ყველაფერი შენია. მაშინ ისე მოვიქცევი? როგორც მინდა, საპატარძლო კაბას არ ჩავიცვამ. ჯინსი და პერანგიც კი ზედმეტია. ძმაო, აქ რას აკეთებ? შენთან დალაპარაკება მინდა. გარი დაკეტე. აქ $500,000. მამა ჩვენის წინააღმდეგ წასვლის გამბედაობა, როგორც ყოველთვის არ მაქვს. ამიტომ აიღე ეს ფული და ამერიკაში დაბრუნდი. ან სხვაგან წადი, სადაც გინდა. ამ ფულით თავიდან არაფერი გაგიჭირდება. არ გამოიყენო საკრედიტო ბარათები და ტელეფონი, არაფერი, რითაც შეიძლება შენი ადგილმდებარეობა გაიგონ, კარგი? მეც კი არ მითხრა სად ხარ. აქედან გაემგზავრე. თავს უშველე. შენი ცხოვრებით იცხოვრე, კარგი? მეტავ შემეძლოს უფრო მეტი გავაკეთო, მაგრამ ჩემი ცოლი, შვილები, დედა, მამა, ხომ იცი? ყველაფერი იცი. აშკარაა, რომ შენი ძმა არც ისეთი კარგი და ძლიერი ადამიანია, როგორც შენ გეგონა. ძმაო, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარ ხარ. რა კარგია, რომ ჩემი ძმა ხარ. მაგრამ ეს ჩემი რეალობაა, ძმაო. და არ ვაპირებ რეალობას გავექცე. ბოლო ამოსუნ თქვამდე ვიბრძოლებ ბედნიერი ცხოვრებისთვის. არა მხოლოდ ჩემ გამო. დედას, ლეილას და აიშეს გამოც. ყველასთვის ვიბრძოლებ. ზეინებ, ძალიან გთხოვ, შენს ძმას დაუჯერე. ამით ყველაფერი უფრო გართულდება. თუნდაც, ძმაო. და მოხდეს, რაც მოსახდენია. ჩემო პატარა. სად იყავე მამანესი? რამდენი ხანია გელოდებით, უკვე ნერვიულობდით კიდეც. მოგიყვებით.
გამარჯობა. გამარჯობა ნესინ. დაჯექი. კეთილი იყო შენი ჩამოსვლა ცოლიზმავ. ასევე სიძე. მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა შენ გკითხულობს. სად იყავი? ცოტა გაიწელა, მაგრამ ყველაფერი მოვაგვარეთ. კარგი, და არ მოგიყვებით რა გააკეთეთ? მოგიყვებით სიძე. იერაღის ქურდობამ ჩემზე და ძმა ნესინზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ ერთი ადამიანი ვნახეთ. იერაღი გამოვისხიდეთ. იმ იერაღის დაბრუნებას შევძელით, რომელიც მოგპარეს. მართალია ნესინ? მართალია მძახალო, მართალია. მაგრამ ჯევათ, იმ ორ კაცს, რომელმაც იერაღის ამბავი მოაგვარა, ფულის გარდა საქართველოში გაქცევის გარანტიაც მივეცი. ბათუმში გადავიყვან და იქ გავუსწორდები. ვინც სამშობლოს ღალატობს, ყველას უღალატებს. ეს ჩემი საქორწილო საჩუქარი იქნება შენთვის და ლევენტისთვის. სერიოზული საქმე გაგიკეთებია ჯევათ. ყოჩახ. მადლობ ძმაო. რას ვიზამთ, როცა პოლიცია გაიგებს, რომ განყოფილების საცავი გაძარცვეს? რა უნდა ვქნათ? ვიტყვით, რომ იმ გველმა ქარასუ მოიპარა. მაფიოს ქურდობას დავაბრალებთ. ასეც არის. ჩვენი იერაღი მან მოიპარა. მართლა? არა დაამბობდით, რომ დამნაშავე მე ვიყავი. შეცდომას ყველა უშვებს, ლევენტ. შეცდომას ყველა უშვებს. იაბუზი ახლა ჩემი სიძია. ბიძამისმა მისი შეცდომა გამოასწორა და ამით თემა დაიხურა. თუ ასეთი ოჯახი ვიქნებით, თუ ჩვენ შორის წყენა არ იქნება, მაშინ მთელ შავი ზღვისპირეთს დავიპყრობთ. რუმინეთიდან საქართველომდე. ახლა კი ერთმანეთს ჩაიხუტეთ და შერიგდით. რა? ჩემი თვალით უნდა ვნახო. ნუ მე პასუხებით. ბიძია. ლევენტ. ერთმანეთს ჩაეხუტეთ და შერიგდით. აი ასე. ახლა კი წავალ, იმ გველ ქარასუს გავუსწორდები და იქიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდები. ჩემმა და მთხოვა, მითხრა იმ გველს გული ამოაცალე და მომიტანე, სადილი უნდა მომამზადო. მაგრამ ისი გვამი არაფერში გამოგვადგება, ცოცხლად დავწვავ. მერე კი ყველაფერს მას დავაბრალებთ, რაც ჩვენთვის პრობლემაა. ჯევათ. ჰალილ იბრაჰიმს როგორ დაწვავ? იმ სახლის მიდამო შევისწავლე, სადაც მამამისი დავწვი. ცეცხლს თუ მოვუკიდებ, შაჰინქაიადან გამოჩნდება, როცა დაინახავს, თავს ვერ შეიკავებს და მოვა. თუ მახია ასე იყოს. ამით თუ ჯევათი მეძახის, მაშინ წავალ. ბუდიში, მაგრამ ეს გამბედაობა კი არა, სიგიჟია. გესმის? გისმენ შოთა. კარგი, გმადლობ. ჯევად ქაიათანი მამაშენის სახლის დაწვას აპირებს. რა? ისე რომ თელმა შაჰინქაიამ დაინახოს. რას ნიშნავს დაწვავს? ამ ნაბიჯვარს შეხედეთ. ბატონებო, ქალაქში ხანძარია, მაგრამ ჩემი სახლის აპირისპირო მხარესაა. რამე ხომ არ შემეშალა, შოთას დავურეკავ. არ დარეკო ბიძია, არ დარეკო. აქ დამელოდეთ. მეთაურო, შეხვედრაზე სხვა მისამართი რატომ თქვი? ვის არ ენდობოდი? ცხოვრებაში არავის ვენდობი.
აქამდე ცოცხალი იმიტომ ვარ, რომ არასდროს არავის ვენდობი. ის გველი ქარასუ დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა, ვინმე ჩვენიანი რომ არ ეხმარებოდეს. თუ რა თქმა უნდა სპეციალურად არ დაგვიპირისპირეს. სახელმწიფომ? სახელმწიფომ, მტრებმა, რუსებმა, ყველამ, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდა. მაგრამ ამ კითხვების დასმა შენ მინდა გავალა. არავინ უბრალოდ დამაინტერესა ბოს. ცნობის მოყვარე ადამიანები მარილზიანებენ. გააღე. არ ეხმაუროთ. Geldim. მოვდივარ. ჩემი წლები ამ მომენტის მოლოდინში გავატარე ჯევად. მაგრამ შენთან ჯერ არ დამიმთავრებია. ადგომას ვერ შეძლებს. მაგრამ თუ ადგება მოკალი მამა მუზაფერ. შეგიძლია მშვიდად იყო. ხალილ იბრაჰიმ. რა საკეთებ, ხალილ? ისევ მარტო ხარ. აქ რა მოხდა? ეს ჯევათის ხალხია. მამა მუზაფერ, მე ვარ. ადაკი ფეხი გამოადგი. ცოცხლად. წამოდი. ესე იგი სახლის დაწვა გინდოდა, არა? რატომ? იმიტომ რომ მე გამოგეჭირე? ასეა? ხალილ იბრაჰიმ. ხალილ. მოდი დავასრულოთ. ხალილ იბრაჰიმ, გაჩერდი. გთხოვ. დავასრულოთ ეს მტრობა, გთხოვ. დავასრულოთ. ხალილ იბრაჰიმ, დავასრულოთ ეს მტრობა. დავასრულებთ. ამ სისხლით მტრობას დავასრულებთ. ჩემი სისხლით მტრობა დასრულდება.
გამიშვი ბიძია. გამიშვი, რასაკეთებ? გამიშვი. ვცდილობ შეგახსენო ჯევათისგან რით განსხვავდები. შეგიძლია მოკლა, მაგრამ ნუაწამებ. სასტიკი ადამიანი არ ხარ. მე ბრალი არ მიმიწვის. რიзвან ლეტომ მითხრა მომეკლა და მეც მოვკალი. ვინ გამცა? რიзвანმა? გამიშვით და ჩემი ხელით მოვკლავ. გამიშვით, მოვკლავ. გაჩუმდი. მომეცით საშუალება, რიзвანი მოვკლა. მომეცით საშუალება. ისერზე მოაბით. ამას ნუიზამთ არა? თქვენი მტერი რიзвან ლეტოა. უმდიდრეს ადამიანად გაქცევთ. უმდიდრეს ადამიანად. მოკეთე. ისერზე მოაბით. არა, ამას ნუიზამთ. არა. თქვენი მტერი რიзвან ლეტოა. უმდიდრეს ადამიანებად გაქცევთ. უმდიდრეს ადამიანებად. მოკეთე. ასწიეთ. ამას ნუიზამთ. თქვენი მტერი რიзвან ლეტოა. გამიშვით. გამიშვით. შეკარი. ჰალეუ. ამას ნუიზამ. Sen benim gözlerimin önünde babamı... მამა თვალწინ მომიკალი. იცინოდი. Sırıtar. ყოველ ღამე გხედავდი. Ben her gece... დღეს ბოლო ღამეა. Bu gece son görüşüm. შენთვის ბოლო ღამე. Halil İbrahim! ჰალილ იბრაჰიმ. სოფელში მოედანზე ჩამოკიდეთ. და ეს ხვებისთვის მაგალითი იყოს. İçinde kekli köfte, eşkıyadan da beter. Uslan be Halil İbrahim, uslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim.
ზეინებ. დედიკო, დედა. განა ასე უნდა მომხდარიყო ზეინებ. ნუ განიცდი გთხოვ, დედა. ხალხმა სისუსტე არ უნდა შეგვამჩნიოს. არიტირო, კარგი? გთხოვ. შენს ძმას რატომ არ დაუჯერე? რატომ არ წახვედი? შენს გითხრა? არასდროს გავიქცევი, დედა. ამის შემდეგ აღარც ერთ რეალობას აღარ გავიქცევი. და შენც გთხოვ, აღარ იტირო. ჩემო საყვარელო. ჩემო ულამაზესო. დედა ელიფი არ გინახავს? არა, შულო არ მინახავს. თუ დაინახავ, შეგიძლია უთხრა, რომ მოვიდეს. კარგი ვეტყვი. მადლობ. რეშიდ. რამე სიახლე ხომ არ არის? ჯევათს ტელეფონი გამორთული აქვს, ჰალი იბრაჰიმიც არსად ჩანს. ღმერთმა ქნას ორივე ჩაძაღალდნენ. ღმერთმა ქნას რიზვან ბეი. შენი ცოლი სად არის, რეშიდ? თავს შეუძლოდ გრძნობს, რიზვან ბეი, შეუძლოდ? მომისმინე. ბოლო დღეების განმავლობაში მისი საქციელის გამო ნერვები მეშლება. ჩემ წინააღმდეგ წასვლას ვერავინ გაბედავს, რეშიდ, გასაგებია? წადი და დაუძახე. მისი ქალიშვილი თხოვდება, თუ განიცდის, მაშინ აქ იტიროს. როგორც მიბრძანებთ, რიზვან ბეი? ძახალო, კეთილი იყოს შენი მოსვლა. მადლობ, რიზვან. როგორ ხარ, სიძე? კარგად, მამა. ქოჩახ. აბა, ცოლი სად არის? ნუ მკითხავ, რიზვან, ავად გახდა, მოკითხვა გადმოქცა. როგორც ჩანს, რაღაც ვირუსია, ყველა ავად ხდება. კარგი. წამოდით. რიზვან. იარაღი, რომელზეც ჯევათი ლაპარაკობდა, არ მოსულა. სადმე სხვაგან ხომ არ წაიღეს? არ ვიცი, დურსონ, არ ვიცი. ეუს, ხედავ შენი საცოლე იქ არის. მიდი დაელაპარაკე. მე კი წავალ. სტუმრებს ვნახავ. კარგი? კარგი, წადი. როგორ ხარ, თამირ? კარგად. თუნჯაი? ლეილა, როგორ ხარ? კარგად, ძმაო იავუს. შენ როგორ ხარ? კარგად. არა მიშავს. მოდით აქ. ამ თავხედებს შეხედეთ რა. შემოდით. ელიფ, სად ხარ? ნერვიულობდი. არაფერი ისმის? არა. შოთა? მანაც არაფერი იცის. ზეინებ, ჯევათი რომ მომკვდარიყო, ამას უკვე გავიგებდით. აშკარაა, რომ ხალილ იბრაჰიმს არ გამოუვიდა. აქედან წაგიყვან, სანამ დროა. არა, გაქცევას არ ვაპირებ. მომისმინე. მას შემდეგ, რაც ქორწინების მოწმობას ხელს მოაწერს, შენს დაცვას ვეღარავინ შეძლებს. ხალილ იბრაჰიმს თუ რამე შეემთხვა, ლევენტისგან მაინც ვერავინ დამიხსნის. სად ხარ, საქინე? თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ვიტამინები მიიღე და გაგივლის. თავი ხელში აიყვანე, საქინე, გასაგებია?
ჯევათი მკვდარია. დარწმუნებული ხართ, რიზონ ბეი? დურსუნმა იარაღი ვერ მიიღო. Kim söyledi? ეს ვინ გითხრათ? Dursunlar silah. იმედია დურსუნმა იარაღი არ მოიპარა. Sen bana დამიჯერე რეშიდ. ჯევათი მკვდარია. ne diyeyim რა başına? გითხრათ, ვიზიარებ. არა, დიდხანს სიცოცხლე მისურვე. ესეც საკმარისია. ზაღლის შვილი. ჩემი უფროსობა მოინდომა და ჩაძაღლდა კიდეც. Nikah iptal mi? ნიშნობა ხომ არ გადავდოთ 100 ეჰანიმის გამო. Hanımdan dolayı. ქალებმაც ისიციან, რაც ჩვენ, ამიტომ ნიშნობას არ გადადებენ. Ha ben şimdi anladım. ახლა მივხვდი ჯევაც რა თამაში მოუწყვეთ. თქვენს ქალიშვილს ფულის სანაცვლოდ Kulpaları vermeyeceğim. არავის მიათხოვებთ. ჩემს თამაშებს ვერავინ მიხვდება რეშიდ. გონებას ნუ დაიღლი. კარგი? წამოდი. დედა, სად ხართ? გზაში ვარ, შვილო. Yoldayız oğlum. დაუჩქარეთ, გესმით? ნიშნობა უკვე იწყება, ცოცხლად. კარგი, მოვდივართ. რა თქვა? Başlayacak. აინტერესებდა სად ვიყავით? მალე ნიშნობა დაიწყება. Siz mi başlayacaksınız? ნიშნობა ჩვენ გარეშე დაიწყება. ასე რატომ ნერვიულობს? ჯევათ, ნედავსად ხარ. რა ხდება? ასეთი საცობი რატომ არის? Ne bu trafik? უამრავი ხალხია შეკრებილი, გავარკვევ რა ხდება ქალბატონო. გარე გააღე, მეც გადავა. შვილო, გისმენდაო, იქ რა ხდება? ვიღაც კაცი ხეზე ჩამოკიდეს. ვინ ჩამოკიდეს? არ ვიცი. Bana bak. მისმინე. Sakın biz იმედი მაქვს ჩვენმა ჯევათმა. ჰალილ იბრაჰიმი არ ჩამოაყრჟო. yapar vallahi. ჯევათს ესეთი რამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. ადექი ჩავიდეთ. ჯევათ. 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 ასიე არ მეხვიდე. ჯევათ. ასიე მანქანაში დაბრუნდით, მიდით. ასიე. მანქანაში დაბრუნდით. გაჩუმდი. მიდი. გაჩუმდი. ასიე. გაჩუმდი მეთქი. გასწორდი. მანქანაში ჩასხედით. გასწორდი. წადით. წადით. მანქანაში ჩასხედით. ხალხო, ყურადღებით მომისმინეთ. ჩემი სახელია ასიე ლეტო. ნაკუწებად ვაქცევ ჰალილ იბრაჰიმს, რომელმაც ჩემი ჯევათი მოკლა. მის ნაწილებს ყველა კუთხეში ჩამოვკიდებ. ყველა კუთხეში. ყველგან. დაიმახსოვრეთ. ასიე, მორჩი ასიე. გამიშვი. ნაკუწებად ვაქცევ ყველას, ვინც მის დახმარებას ეცდება. გამიშვი. მე კი არა, მას უნდა ეხმარებოდე. ჩამოხსენი ჩემი ჯევათი. მურატ, ჩამოხსენი. ახლოს ვერ მიხვალთ. გამატარეთ. პროკურორის მოსვლას უნდა დაველოდოთ. ძმაო, გამიშვით. სელიმ, რა მოხდა? დედა მოვიდა? ძმაო, გზაში რაღაც მოხდა.
მოსვლას ვეღარ შეძლებენ. ისეთი რა მოხდა, რომ მოსვლა არ შეუძლიათ? რა მოხდა? მოკვდნენ? ძმაო, როგორ გითხრა? ბიძია მოკვდა ძმაო. რა? ჰალილ იბრაჰიმა ბიძია შუა სოფელში ხეზე ჩამოკიდა. რას ბოდავ? სისულელეს ნუ ამბობ, იდიოტო. ვინ არის ჰალილ იბრაჰიმი, რომ ბიძა ჩემი მოკლა აქედან ბათუმში უნდა წავიდეს? თავი ვინ გონია ამას რომ ამბობ? ასეთი ტყუილი ვინ თქვა? მამა შენის მძღოლმა თქვა ძმაო. მითხრეს რომ ქორწილი გადავდოთ. ფიქრეთ ბეის შენეთყვი თუ მე ვუთხრა? მომისმინე. არავის არაფერს ეტყვი, გასაგებია? არავინ არაფერს გაიგებს. ენას ამოვაცლი ვინც რამეს იტყვის, ეს ქორწილი არ გადაიდება. რას ამბობ ძმაო, ეს როგორ? რას ნიშნავს როგორ? რა ვერ გაიგე? ეს ქორწილი არ გადაიდება, მე გეუბნები. მას შემდეგ რაც ზეინებზე ვიქორწინებ, პირადად წავალ და ბიძა ჩემის გამო შურს ვიძიებ, გასაგებია? გასაგებია? მიპასუხე. გასაგებია? წადი, წადი. აიშე. მიდი. მამა რიზვანმა თქვა რომ ცერემონია დავიწყოთ, ცოცხლად. აიშე. წადი დედას უთხარი. შენ კი აქედან წადი რომ აღარ დაგინახო. ფიქრეთ მომისმინე. მსგავსი რამ უკვე არაერთხელ მითხარი. ძმაო, მერე? რა იქნება თუ კიდევ გავიმეორებ? ძმაო, წადი, ჩვენც მოვალთ, კარგი? კარგი. მიდი. მაიძულებს რომ უფრო მალე მოკლა. პატივცემულო სტუმრებო, პირველ რიგში ყველას მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენი ცერემონია მალე დაიწყება. თხოვთ ადგილები დაიკავოთ. მოდი. მობრძანდით. მოდი ნედიმე. დასხედით. რიზვან ბეი, ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. მიდი და ეს ბიჭი შეაჩერე. გთხოვ. ნედიმე. მიცემულ სიტყვას არ დავარღვევ. ვთქვი რომ ბედის წერა ხელს შეუშლიდა, მაგრამ ესეც კი არ მოხდა. თან ასე მალე რატომ მოხვედით? ჯერ სიძის მშობლები არ მოსულან. შეხედეთ. აიშე, მიდი შენს ძმას უთხარი რომ აჩქარებით ქორწინება არ შეიძლება. ჯერ მშობლებიც კი არ მოსულან. კარგი. მშობლები ჯერ არ მოსულან, რას აკეთებ? მოსვლას თუ აპირებდნენ, აქამდე მოვიდოდნენ. ასე არ შეიძლება ძმაო. წადი შენს ადგილზე დაჯექი, ჩემ საქმეში ნუ ერევი. დაჯექი, მიდი.
რეგისტრატორს დაუძახე, ხალხს ეჩქარება. მიდი. სელიმ, შენი მშობლები არ მოვლენ? თუ უნდათ აქამდე მოვიდოდნენ. მოწმეებს ვთხოვ, მოგვიახლოვდნენ. ჩვენი მოწმეები არ მოსულან? თამირ, თუნჯაი, მოწმეები თქვენ იქნებით. მოდით, სწრაფად, მოდით. ეს შენი უკანასკნელი ბედნიერი წუთებია. შეგიძლია დადგმე. დავიწყოთ. ქორწინების სახლში განცხადება შემოიტანეთ, ყველაფერი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც ამ ქორწინებას ხელს შეუშლიდა. მაშასე, მიუმართავ მოწმეებს და სტუმრებს, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი თანხმობა. ქალბატონო, თქვენი სახელი და გვარი. ზეინებ ლეტო. უკაცრავად ქალბატონს სარძლოს ხმის იოგების პრობლემა აქვს, ამიტომ ვერ თქვა. გავაგრძელო თუ შეიძლება. დედა თქვენი სახელი? ნედიმე ლეტო. მამის სახელი? რიзвან ლეტო. ბატონო სიძევ, თქვენი სახელი და გვარი? ლევენტ კულპა. და გეტყვით სანამ თქვენ მკითხავთ, დედის სახელი ზუჰალ კულპა, მამის სახელი ნესიმ კულპა. დიდი მადლობა, მოწმეებიც გავიცნოთ. მიდი, ხმა მოიღეთ. სახელი და გავიწყდა უთხარი. თუნჯაი ლეტო. თამირ ლეტო. მადლობ. ზეინებ ხანიმ. ისე რომ არ იმყოფებით არანაირი ზეწოლის ქვეშ, საკუთარი სურვილით, ჭირსა და ლხინში, სიმდიდრესა და გაჭირვებაში თანახმა ხართ, ცოლად გახვეთ ლევენტ ბეის. თანახმა ხართ? დიახ. თანახმა, დიახ. ახლა მე მკითხე. თქვენ ლევენტ ბეი, თანახმა ხართ, ცოლად შეირთოთ ზეინებ ხანიმი? დიახ. თქვენ ამის მოწმე ხართ? მოწმეები არიან. მიდი. მე კი ჩემთვის მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ. ხელი მოაწერე, მიდი. ხელი მოაწერე. მოაწერე, სანამ არავინ დაშავებულა, მოაწერე. მოაწერე. ეს რა ხმაა? სელიმ, რა ხდება? ვინ ჩართო? გამორთეთ. ახლავე გამორთეთ. გაიქეცი, გამორთე. გამორთე ეს რაღაც. გამორთე მეთქი.
ზეინებ. Kalkan sesinden dağlar seda verir, seslenmelidir, seslenmelidir. At kişnemesinden მე ჰალილ იბრაჰიმი ვარ. მამა ჩემის მკვლელი ჯევათი ახლა მკვდარია. ერთი ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ამ მიწებზე ყველა უსამართლობის წინააღმდეგი ვარ. Bu topraklardan ყველა უსამართლობის. zulme karşı ben varım. düşman geldi tabur tabur dizildi. Aman ამ ქორწილს რაც შეეხება. სანამ ცოცხალი ვარ. არავინ გაყვება ცოლად იმას, ვინც არ უნდა. mertlik bozuldu, ძალით ვერავის გაათხოვებთ. paslanmalıdır, paslanmalıdır. Tüfek icat oldu, mertlik bozuldu, mertlik bozuldu. Eğri kırık წავედით. paslanmalıdır, ოშორდი. წავედით. გამიშვი რა საკეთებ? გამიშვი. ამ საქმეში ქალებს ნურებ. ზეინებს ხელი გაუშვი. თქვენ მე საყვარელი ქალი წამართვით. მე კი თქვენს საყვარელ ქალს წაგართმევთ. düşman geldi tabur tabur. არავინ გაინძრეს, ყველას დაგხოცავთ. ჰალილ იბრაჰიმ. შვილო, დაწეკით. ქალები დაიცავით. ფეხი არ მოიცვალოთ. Tüfek icat oldu, mertlik bozuldu, mertlik bozuldu. წავედით. Eğri kılıç kında paslanmalıdır, paslanmalıdır. წავედით. ჩემი გოგონა, ჩემი ზეინები წაიყვანეს. კარგი, წამოდით. ძმაო, კარგად ხარ? გაიქეცი. ჩემი ცოლი მოიტაცეს. მანქანა მოიყვანე, ჩქარა. მანქანა მოიყვანე. Koş arabayı getir. მუსიკა შენ ჩართი არა? Sen çaldırdın değil mi? ჩუმად. შენი და მოიტაცეს იტირე, რომ არაფერი ეჭვან. იტირე. Köroğlu düşer mi hele şanından, aman şanından. Çoğunu ayırır her meydanından, her meydanından. Kırat köpüğünden, düşman kanından, düşman kanından. მეგონა რომ საერთოდ აღარ მოხვიდოდი. Kırat köpüğünden, düşman kanından, düşman kanından. Çizme dolup şalvar ıslanmalıdır, ıslanmalıdır. მიაწექი, მიდი, უფრო სწრაფად. ჰალილ იბრაჰიმს ჩემი ხელით მოკვლავ. ნა ბიჭვარი. მარჯვნივ. შენც მოკლავ სელიმ. გესმის, შენც მოკლავ. Geberteceğim gel. მარჯვნივ, მიდი. Ne oluyor lan? რა ხდება?
გადმოდი. რა ხდება მეთაურო? მეთაურო, ცოლი მომტაცეს. შენ კი გზას მიკეტავ? Benim yolumu mu kesiyorsun? წადი და იპოვე. Onun peşine düştüm. მანქანებში ჩასხედით. Koş gir arabaya. მანქანებში, დემეთბეი, რა? ნუ ყვირით, დამშვიდით. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ბიძა თქვენი მოკლეს. თუ მოკლეს, ღმერთმა დაუმკვიდრო სასუფეველი, ჩემს ცოლსაც მოკლავენ თუ არ იპოვით. მანქანებში ჩასხედით. გზა გაგვითავისუფლეთ. ლევენდბეი, ხმას ნუუწევთ. ვინ მოიტაცა? რატომ? განყოფილებაში წამოდით და ჩვენება მოგვეცით როგორც წესია. ჩვენ კი იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. ძმაო, გაგიჟდი? მე რას ვამბობ და შენ რას მეუბნები? სიტყვებს დაუკვირდი, თორემ სხვაგვარად დავილაპარაკებთ. Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, ჩვენს ხელში იყვნენ, შეგვეძლო ყველა დაგვეხოცა. ზეინების თანდასწრებით ამას იზამდი, ძმაო? გოგო არ გეწოდება? ეწოდება, რა თქმა უნდა. უბრალოდ უნდა დაეთქვა, რომ ამით მასაც სიკეთეს გავუკეთებდით. ჯევათი იმიტომ ჩამოაღჭო, რომ მამა თვალწინ მოუკლეს, ბავშვების და ქალების თვალწინ ასეთი რამის გაკეთება არ შეგვეფერება. რაზე ლაპარაკობთ? ეს რა მაინტერესებდა? ხელის მოწერამდე მოვასწარით თუ ვერა? Yetişemedik. ახლა ზეინებ ლეტო ხარ თუ ზეინებ ქულფა? ამას გეკითხება. ხო, Artık iki tarafta ailesinden ახლა ოჯახიდან ორივე მხარეა მომშლის. benim ailem ჩემი ოჯახი თქვენ ხართ. მაშინ გათილი იყო შენი ფეხი. იმედი მაქვს ნახევარი გზიდან უკან არ გაბრუნდები, მდიდარო გოგონა. dönmem. არ დაბრუნდები. წამოდით. ზეინებ, Nereye? საით, Orası köy yolu. ეგზა სოფელში მიდი ზეინებ, ამბობ რომ Seni götürüyor. Buralar New York. არ დაბრუნდები, მაგრამ ფეხებს იქით მიყავ ხარ. Ya da აქ ნიუ-იორკი ნუ გონია ზეინეფანი. კარგი, წამოდით. ბატონებო, ჩემთან მოხვედით და მთხოვეთ ქორწილი გვაქვს, სიხარულს როლით აღვნიშნავთ, არ მოხვიდეთ. Fişek yakılır, silah ასე არ იყო, რიზვან ბეი? Öyle mi Rıza? ხომ ასე იყო? დიახ, ბატონო. Bir dakika. ერთი წუთით. Zeynep ზეინებ ლეტო მოიტაცეს. ზეინებ ლეტო კი არა, ზეინებ ქულფა, მეთაურო. ჩვენმა სიძემ აუცილებელი ზომები არ მიიღო. ჩვენი მძახალიც არსად ჩანს. ადამიანები მაღალი ხარისხის საბრძოლო იარაღი ჩვენს ქორწილში ბანდიტებივით მოვარდნენ და ჩვენი ქალიშვილი მოიტაცეს, მაგრამ პოლიცია არსად ჩანდა. biz ortada იქ ვიყავით, რიზონ ბეი. ამ დროს ქალაქის ცენტრში ვიყავით. თქვენი გაქცეული ნათესავის ჯევათის ცხედრის გვერდით, რომელსაც მალავდით. საიდან უნდა ვიცოდე, რომ თქვენ არ მოკალით ის ადამიანი და ქორწილი დანაშაულის დასაფარად არ მოაწყვეთ? რას ამბობ? ის ბიძა ჩემია, ალალი ბიძა. ჩვენ საკუთარ ბიძას მოკლავდით? Vallahi გეფიცებით, როგორც ამ მოკლე დროის მონაკვეთში მივხვდით, თქვენს ოჯახში ყველაფერი ძალიან უცნაურადაა. ადამიანებმა, რომელიც გუშინ დავიჭირეთ, თქვენს რომ იარაღის მოპარვას თქვენი სახელით ცდილობდნენ. მაგ ხალხს ყველაფრის თქმა შეუძლია. აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოსულ ვართ. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუმ ჩვენი ქალიშვილი მოიტაცა. ჩვენი ცოლის ძმა კი მოკლა. თქვენს მოვალეობას ისევ არ შეასრულებთ? onu soruyor. ამას გეკითხებით, კაპიტანო. ჩვეულებრივი სიტუაცია რომ იყოს, ყველას გისოსებს მიღმა გამოგკეტავდით და არ გაგიშვებდით, სანამ ყველაფერი არ გაირკვეოდა. Ama siz თქვენ წუხარება გეწვიათ. kızınızla ამბობთ, რომ თქვენი ქალიშვილი მოიტაცეს. gidin evinizde მაშინ bekleyin. წადით და სახლში დაელოდეთ. Bir daha burnunuzu ჩვენი bizim სახელმწიფოს საქმეებში აღარ devletin ჩაერიოთ. içine sokmayın. თუ საქმეზე გადავალთ, Biz პატივცემული და ამაყი ოჯახი ვართ და როცა ვინმე ამის დანგრევას ცდილობს, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია. buraya kadar gel. აქ იმიტომ მოვედით, რომ სახელმწიფოს პატივს ვცემთ. გვინდა ის გააკეთოთ, რაც საჭიროა, მაგრამ თუ არ აპირებთ მოვალეობაში ასრულოთ, პირდაპირ გითხარით და პრობლემას თქვენ კი არა, თქვენს მთავარ პროკურორთან მოვაგვარებთ. Üstlerime de gitsem. თუნდაც პროკურორთან წახვიდე, ბოლოს მაინც აქ დაბრუნდები, ფიქრეთ ბეი. Ama siz მაგრამ თუ გინდათ ამით შემაშინოთ, კი ბატონო, მიბრძანდით. Hadi buyurun. გააკეთეთ, რაც გინდათ. Sizin. Ne yaparsınız? თქვენი ნება.
ეს იმ გოგოს გაკეთებულია. გველი ქარასო ქორწილზე მაგან მოიყვანა. დედა რას ამბობ? ჩემი და მოიტაცეს. მე ასიე ლეტო ვარ. აბა ვინმე ჩემი მოტაცებას ცადოს. მაგ შენს და სხვა გვარი აქვს? ვის შეუძლია აზრად მოუვიდეს? Kimin aklına gelebilir? ვინ დაარბეს ლეტოს და კულპას ოჯახების ქორწილს და პატარზელს მოიტაცებს? ყველაფერი იმ გოგომ გააკეთა, რომელიც იმ ნადიმემ გააჩინა. Sen ne diyorsun? რას ფიქრობ აიშე? Evde hiç სახლში რამე მსგავსი ხომ არ შეგიმჩნევია? ვიტყოდი რომ არა, მსგავსი რამ შეუძლებელია. მაგრამ თავიდანვე ამბობდა, არც მზითვი მინდა, არც აპატარძლო კაბა. ლევენტი ხომ საერთოდ არ უნდოდა, მაგრამ მაგიდესთან დაჯდა. შეიძლება დეიდა მართალია. Haklı olabilirmiş gibi geliyor. ახლა რიზვამა იფიქროს, მე არ მაღელვებს. ეგნადიმე და მისი ქალიშვილი გაერთიანდნენ და ყველა დაგვამცირეს. ყველა, ფიქრეთი, მისი ქმარი, შვილი, რიზვანი, ყველა. მაგრამ არ მაინტერესებს. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ჩემი ძმა ჩამოახრჩვეს. Hem de kalleşçi. მაგრამ დავიფიცე. მაგ მოღალატეს გაჩენის დღეს ვაწყევლინებ. Pişman. იმ გველ ქარასულს. O kara su yılanını Tavisi elleriyle xelit bana momiყვანს. getirene kadar. უნამუსოები. Soysuzlar. საკინე. იმედია ჰალილ იბრაჰიმი ზეინებს არაფერს დაუშავებს. Vermez. არა, არ დაუშავებს. Onlar çocukluk ბავშვობიდან მეგობრები არიან. პირიქით, ზეინები იმიტომ მოიტაცა, რომ მისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. მე ასე ვაფასებ. Bence Sence. შენ ასე აფასებ? Sen haberin var შულო, mıydı olup biten? ან იქნებ ამის შესახებ იცოდი? olacak anne. საიდან უნდა მცოდნოდა დედა? Biliyor muydun? Yani annen onu soruyor. იცოდი? დედა შენი გეკითხება. Şu an anlıyorum ki იცი, biliyordu. ვხვდებოდი. Fikret abi evlenme ძმა kaç ფიქრეთმა dedi. უთხრა, Sen de არ dedin, გათხოვდე, ben de გაიქეცი. Gitmediğine göre. შენც იგივე უთხარი. anlamış. მეც. Siz Zeynep'i benden iyi biliyorsunuz. იქიდან გამომდინარე რომ არ გაიქცა, ეს ყველაფერი Neden დაგიგმა. edeceğiz? Ne biliyorsak o ფიქრეთს kadar რა უნდა edeceğiz. ვუთხრათ? ის ვუთხრათ, რაც ვიცით. ჩვენ ხომ არაფერი Zeynep o ვიცით. Levent'in elinden kurtuldu ya. ზეინები იმ უნამუსოლემეც გადაურჩა. Asıl o დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ასიეს არამზადა ძმა, ხომ მაგ ბიჭმა მოკლა. bu deliler. იმედია ზეინებს არაფერს დაუშავებენ, რომ შური იძიოთ. ღმერთმა დაგვიფაროს. დედა, ფიქრეთ, Haber var mı oğlum? ახალი არის რამე შვილო? სიახლე თქვენ უნდა მითხრათ, დედა. რა? შემოდით ვილაპარაკოთ. Elif. ელიფ, შენს ქმარსაც დაუძახე. Kalk kız hadi. ადექი შვილო, გაიქეცი. Koş. მიდი, Ver bakalım. შენ კი sakin. წამოდი. ფიქრეთ, შვილო, რას ნიშნავს სიახლე, ჩვენ უნდა Böyle გითხრათ. haberler sizde falan. აგიხსნი, დედა, აგიხსნი. Oturun siz. დასხედით, შოთაც მოვიდეს. Geçin oturun siz de. თქვენ დასხედით. Zeynep. ზეინეფი Sizden ისე არაფერს გააკეთებს თქვენ რომ არ გითხრათ. Gerçi ასეა. eskiden benden არც ჩემთან შეთანხმების გარეშე აკეთებდა რამეს. ne oldu? რაღაც მოხდა და ახლა უკვე Abisinden ძმისგან უამრავი საიდუმლო აქვს. და ახლა ვინ იცოდა რომ ქორწილზე თავდასხმა მოხდებოდა? ღმერთმა დაგვიფაროს, შვილო. ჩვენ საიდან უნდა გწოდნოდა? დეიდა, არაფერი ვიცი, გეფიცები. ფიქრეთ, ამას რატომ გვეკითხები, ვერ ვხვდები.